800 სამხედრო, 2 სახელმწიფო და ქართულ-ამერიკული წვრთნები საქართველოში მებრძოლის სული 2013 ორ ეტაპად ჩაივლის და დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება. ერთობლივ წვრთნებში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-მე ბატალიონი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარტნიორების დასახვედრად ემზადება ბაზიანის სამხედრო ბაზაზე სასწავლო სცენარები მაქსიმალურად მოახლოებული იქნება იმ რეალობასთან, რომელთანაც შეჯახება ქართულ და ამერიკელ ჯარისკაცებს ავღანეთში მოუწევთ. რა სიახლეები იქნება წლევანდელ სამხედრო წვრთნებზე და რა ტიპის სწავლება გაიმართება საქართველოში, რატი მუჯირის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები კიდევ ერთხელ ერთად 11 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ბაზიანში მასშტაბურ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. 800 სამხედრო მოსამსახურე ერთად მოქმედებას და სამხედრო სინქრონიზაციის სამაღლებას ორხრივ სწავლებაში შეეცდება. საქართველოს გაერთიანებულ შტაბში განმარტოვა, რომ მსგავსი წვრთნებს ბრძოლის უნარიანობის ასამაღლებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღითი დღე უმჯობესდება ეს ქართველი მებრძოლის, ქართველი სამხედროს თავსებადობა ნატოს ქვეყნების სამხედროებთან. სწავლებებში იხვეწება ეს ურთიერთქმედების ცოდნა, უნარჩვევები, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია თანამებრძოლის კულტურული, მენტალური, ტრადიციული თვისებების გათვითცნობიერებაც. ორხრივ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-მე ბატალიონის სამხედროები. ეს ის ბატალიონია, რომელმაც ავღანეთის სამშვიდობო მისია უდანაკარგოდ დაასრულა. წვრთნების პროცესში ქართველი და ამერიკელი სამხედროები სხვადასხვა ტიპის და კალიბრის ცეცხლსროლი იარაღიდან პრაქტიკული სროლის უნარჩვევებს დახვეწავენ. წვრთნების სახელით მებრძოლის სული საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება. წვრთნის ძირითადი ნაწილი მეორე ეტაპზეა დაგეგმილი. ამ დროს სამხედროები როგორც საცეცხლე, ასე ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან. საქართველოს გაერთიანებულ შტაბში წვრთნებში მოსალოდნელ სიახლეებზეც საუბრობენ. ავღანეთში ჩვენ მოქმედებების შემდგომ საერთოდ პროცედურაა ესეთი, რომ ვაკეთებთ შეფასებას, როგორ ხდება, როგორ მოქმედებს მოწინააღმდეგე, რა მეთოდებს იყენებს, ხერხებს და ამის ანალიზის შემდეგ ჩვენ სწავლებებში აუცილებლად ვსვავთ ამ საკითხებს, რომ იმაში უნდა მოამზადოს ჯარისკაცი, რასაც შეიძლება შეხება მოუწიოს. იქნება თავდასხმები, აფეთქებები, აიდის გამოყენები, ჩასაფრებები. დღე-დაღამის განმავლობაში გეგმავთ, რომ 48 საათიანი უწყვეტ რეჟიმში ჩავატაროთ სწავლება, მთელი ოპერაციის რაიონი იქნება აეროდრომი ბაზიანის. ერთ-ერთი ძირითადი სიახლე 2013 წლის სწავლებაში მედიის მონაწილეობა იქნება. პირველად სამხედრო წვრთნის პროცესში ჟურნალისტებიც იქნებიან ჩართული. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს. რადგან ჟურნალისტებს აქვს ძალიან დიდი სურვილი გააშუქონ ჩვენი სამხედროების ცხოვრება, მუშაობა, პატრულირება და ასე შემდეგ ავღანეთში, აქედან გამომდინარე ჟურნალისტებსაც ჭირდებათ სპეციალური ცნობა. როგორც ჩვენი სამხედროები ემზადებიან ავღანეთში წასასვლელად, ისე ქართველი ჟურნალისტები კარგია თუ გაივლიან ამ კურსს და უფრო მეტად უსაფრთხო იქნება მათი ვიზიტი და ყოფნა ავღანეთში. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სწავლებას აპრილის დასაწყისში საჩვენებელი წვრთნა დაასრულებს. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.